საქართველოს პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ ხდომაზე მიიღეს. ცნობისთვის 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა გუშინ გაიმართა, განიხილეს ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმე. ხდომაზე მიწვეულები იყვნენ კომპანია მაგნეტის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი. აგაში დამატებითი დრო რაც ჩვენ მივეცით, გუშინ 4 საათამდე ის კვლავ არ გამოცხადდა კომისიის ხდომაზე, ჩვენ აქ ვიყავით, ყველა მას ველოდით და 4 საათამდე არ მოვიდა. ამიტომ მე გთავაზობ, ვინაიდან სხვა გამოსავალი აღარ აქვს უკვე კომისიას, სამართლებრივად და პროცედურულად, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე. დანარჩენს პროკურატურაში აფასებს სამართლებრივად, ეს აღარ არის ჩვენი საქმე და გთავაზობთ, რომ კენჭისყრაზე დავყენოთ საკითხი ბატონი ბადრი ჯაფარიძის ამ კონკრეტული ქმედების, თუ გნებავ თუ მოქმედობის, თუ რასაც დაარქვეს პროკურატურა, გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე საქართველოს პროკურატურაში, ვინ არის მომხრე. ერთხმად მიღებულია გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომით და ომამდე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ამ საკითხებზე იმჯელეს დილიდან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. დეპუტატებმა მოусმინეს მიხეილ ქარელს, მანამდე კი ისაუბრა პაატა დავითაიამ, რომელიც მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა. ჩემს მიერ მიწოდებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურაზე იქნა მიწოდებული, ამ ეტაპის მდგომარეობით, სამართლებრივი მდგომარეობა იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ომთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ნებისმიერი ჩემი სიტყვა, როგორც ერთ-ერთი მონაწილის იმ თვალსაზრისით, რომ მტკიცებულებების, მოგროვების და გადაცემის საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყოველი ჩემი სიტყვა ექნება აწონილი, იმიტომ რომ ამ ეთერს, ამ საზოგადოებრივ ამ ჩვენების მიცემას უყურებს რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, ნებისმიერი ჩემი სიტყვა გამოყენებული შეიძლება იქნას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურაში. დაახლოებით 10 დღის ვადის განმავლობაში მე შევემუშავე დროებით საპარლამენტო კომისიის დებულება და რატო როგორ მოხდა ამის შემუშავება. ანალოგი იყო აყვანილი 11 სექტემბრის ამერიკის შეერთებული შტატების 11 სექტემბრის კომისიიდან, რაც დახურული ფორმატი იყო, ამას დაედო გრიფი საიდუმლო, როგორც იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დაარღვია რუსეთის კონსტიტუცია, როდესაც რუსეთის სათათბიროს ნებართვის გარეშე გამოიყვანა ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე. შემდგომში თქვენ გახსოვთ, თქვენ მაშინ იყავით იუსტიციის მინისტრა, გემახსოვრებათ უпростоრად, როდესაც დავები მიდიოდა საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მხრიდან და საქართველოს იუსტიცია წარმოადგენდა, ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტები იყო საქმეში იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს არ ღვევდა თავის კონსტიტუცია და ის გამარჯვებები, რაც შემდგომში დაჯდა, ერთ-ერთი საფუძველი ამ თემების ეს იყო ის, რომ კომისიის მიერ მოძიებული იყო სამართლებრივი შეფასებები ამ კუთხით. აგრეთვე მტკიცებულებები რაც მოიპოვა კომისიამ, ის სანქციები, რაც გაიცა ჰააგის პროკურატურის მიერ. ზუსტად იმ პიროვნებებზეა გაცემული, რაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა და მოიპოვა მათი აუდიო ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი. ჰააგაში სახელმწიფომ როგორ აწარმოა დავა, ეს არის უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების. არა, მე ვლაპარაკობ ამ პოლიტიკურ თემებზე. წუთით რა ძალისხმევად დაგვიჯდა უკვე 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე, რომ მტკიცებულებები შეგვეგროვებინა და სტრასბურგში რუსეთი, რომელიც დაგვცინოდა, მისთვის დავა მოგვეკო საბოლოოდ. ამ ძალისხმევის საუბარს თქვენ უნდა იწყეთ პროკურატურამ უზარმაზარი სამუშაო გაწია 12-13 და მომდევნო წლებში იმისათვის, რომ რეალურად გამოეძიებინა
თქვენი მასალებიც იყო იქ გამოყენებული და მე მადლობა მინდა გითხრათ. ჰააგაში ნამდვილად ეს დასკვნა გამოვიყენეთ ჩვენ და მაგრამ ეს ნამდვილად თქვენ არ გეწინოთ და არ იყო საკმარისი. ზღვაში წვეთიც კი არ იყო იმისთვის რომ ჩვენ დაგვემტკიცებინა რომ მართლები ვართ. მე არ საუბრობ თქვენ თუ დააკვირდებით არც წინა ხელისუფლებაზე და არც დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აგვისტოს ომის თემა, რაც შეეხება გამოძიების თემა არის ყველასი. მე ვალდებული ვარ იმ თვალსაზრისით და ყოველთვის მოხარული ვიყავი, ბედნიერი ვიყავი, როდესაც პროკურატურა მიაღწია წარმატებას. მაგრამ თქვენს აღნიშნეთ და მადლობა ამისათვის რომ აღნიშნეთ, რომ კომისიის მასალები რაც იყო გამოყენებული. ჩვეულებრივი ამბავი. მაგრამ ჰააგაზე ბევრს დავხარჯავთ დროს, იმიტომ რომ ჰააგაში რა ვაწარმოეთ, როგორ ვაწარმოეთ და ქართული ჯარი როგორ დავიცავეთ და მისი სიმართლე. ეს მე კარგად ვიცი. გამოკითხულ პირებს შორის არ იყო და შეიძლება ეს გრიფით არის და მაშინ მიგვანიშნეთ და გავჩუნდებით. ვერ ვნახე მაგალითად ნაციონალური მოძრაობა როცა მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ კონფლიქტების მოგვარების თემაზე აქტიურად მუშაობდა მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა. მისი მოადგილე იყო ბატონი გიორგი ვოლსკი. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი იყო ირაკლი ალასანია. კიდევ იყო შეიძლება რამდენიმე პირი, რომელიც ახლა არ მახსენდება, მაგრამ ეს სამი გვარი დასახელი განსაკუთრებით იყო გამოკვეთილი როგორც თითქოს ის ფრთა, რომელიც არ კარგავდა იმედს, რომ იარაღის გარეშე შესაძლებელია ბევრი რამის გაკეთება. ხაინდრავა ministrat ოცნებას არ დაუნიშნავს, ის დანიშნა ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ და ალბათ იმედიც დაამყარა იმაზე, რომ ეს კაცი შეძლებდა პოზიციების დაახლოებას. ეს იყო ministri, რომელიც ჩავიდა სოხუმში. სწორად მახსოვს მე მგონი. ეს ყველაფერი ასახული აქ არ არის. თქვენ ახსენეთ, რომ თქვათ ბატონი ხაინდრავა ან თქვათ ბატონი ირაკლი ალასანია ჩასულები იყვნენ აფხაზეთში, ხო? მინდა ყოლა შევახსენო, რომ 2000 წელს, ნუ ეხლა ჩვენ თუ აფხაზეთის თემას ვეხებით, მე ვიყავი მომლაპარაკებელი პირი, წარმოადგენდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, სადაც პირველად გაიმართა გაეროს ეგიდით, ბოდენის ეგიდით აფხაზეთის სტატუსის განხილვა. რაც შეეხება კომისიაზე დაბარებას, მოდი ასე ვთქვათ, აი მაგალითად თქვათ იგივე ბატონი ირაკლი ალასანიას, იგივე ბატონი ხაინდრავასი. მინდა პირდაპირ თქვა, რომ თქვათ ბატონი ხაინდრავა იმ პერიოდში გამოთქვამდა აზრებს, რომ როგორც ეხლა იძახიან, თქვათ არალეგიტიმურია კომისია, ისე იძახოდნენ ჩემს. ჩვეულებრივი თემები იყო ეს. ამიტომ დიდი ალბათობით ალბათ არ მოვიდა, ჩვენ არ დაგვიბარებია, მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ. მაგრამ არ მოვიდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს კომისია შეიქმნა და მისი დებულება შექმნით ამერიკაში არსებული კომისიის. არა, კომისია დებულება შეიქმნა როგორც არის დროებით საპარლამენტო კომისიას აქ რეგლამენტითაა გაწერილი, მაგრამ პრინციპი მუშაობის დავაზუსტებ. პრინციპი მუშაობის, იმიტომ რომ არ ყოფილა ეს საჯარო მუშაობა, გამოყენებული იყო ანალოგი. ხო. იმ პერიოდში არავის არ დაუქმებია, რომ ეს პრინციპი რუსული კანონიდან გამომდინარე ან რუსული. არა, იმ პერიოდში deep state-იც არ იყო და აი გამერდა მაბრალებდნენ. შეიძლება გიყო, მაგრამ ხას არ უსვამდნენ ამას ალბათ. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებმა 15 აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა შემდეგ 6 პუნქტს და ჩამოთვლილია ეს პუნქტები. თუმცა ამ 6 პუნქტის გარდა თავდაპირველად ცნობილი ეს შეთანხმების ტექსტი შეიცავდა მე-7 პუნქტს, ანუ იყო 7 პუნქტიანი. და მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა იმ მე-7 პუნქტის ხელმოწერაზე, რის შემდეგაც ჩამოვიდა 6 პუნქტზე. თუ გახსოვთ და თუ იტყვით რომელი იყო ეს მე-7 პუნქტი და რატო არ დაისვა კომისიაზე ეს საკითხი. ეს ინფორმაცია არის დახურული, შემოიცავს გრიფის საიდუმლოს და ამ საკითხთან დაკავშირებით მოდი ასე გეპასუხოთ, ჩემსგან კითხვები დასმული იყო, გრიფის საიდუმლოს მოხსნის შემდეგ თქვენ მოისმენთ იქ რაც პასუხები გაეცა. კითხვები დასმული იყო. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე როგორც დასვით ამ წუთის მდგომარეობით თქვენ. რა პუნქტებთან დაკავშირებით. კი ბატონო. და მაინც საჯაროდ იყო ცნობილი რა იყო ეს მე-7 პუნქტი. მე-7 პუნქტი გულისხმობდა შინაარს ესეთი იყო, რომ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მომავალი სტატუსის განხილვა არ უნდა მომხდარიყო ფართო საერთაშორისო კონსენსუსის გარეშე. აი ამ პუნქტის ამოღებამ
მესმის რასაც თქვენ ლაპარაკობთ აბსოლუტურად ჩვენება რომ ხელფეხი გაუხსნა რუსეთს აღიარებისკენ. იმას კი არ მომბობო ამის გარეშე არ აღიარებდა, მაგრამ რაღაც ლეგალურად ხელფეხი გაუხსნა. რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატო არ იყო არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს ჩვენ ვიცით რომ პრაქტიკულად თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალების და ბავშვების გაყვანა. პირდაპირ ვეუბნებოდით ტერს რას ვაკეთებდით, სად იყო განლაგებული ჯარი, რას ბომბავდით, საით მივდიოდით ისიც, ანუ ინფორმაციის გადაცემა მოწინააღმდეგეზე ხდებოდა, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ხდებოდა პირდაპირ ეთერში. შოთა უტიაშვილი რუკები ქონდა გამოფენილი და პირდაპირ ასე რუკაზე აჩვენებდა მტერს სად ვიყავით, რას ვაპირებდით და სამომავლო გეგმები ყველაფერი იყო განხილული. ზუსტად იმ კითხვებს, რასაც თქვენ ეხლა დასვით, ხო, ის მოსახლეობის გაფრთხილება, კოორდინირებული მოქმედება, რა უნდა ილაპარაკო სიტყვაზე ტელევიზიით, რა არ უნდა ილაპარაკო. ეს რეგულირებადი უნდა ყოფილიყო. ამის რეგულაცია არ იყო. ეხლა ჩვენ თუ ამოვით, ეს ჩვენ კომისიის პერიოდში მივაკლიეთ რეკომენდაციებში. ჩავწერეთ, უბრალოდ ეს ჩავწერეთ ბოდიშკა რეკომენდაციებში. არამედ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები ჩავთვალეთ ხარვეზებში. ერეოდა თუ არა თქვათ მაშინდელი პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლება ან დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უკმაყოფილება ხო არ ყოფილა. ძალიან დიდი ღმერთის წინაშე ვარ ხარ. კომისიის მუშაობის პერიოდში. არა ერთხელაც კი არ ყოფილა ან ზეწოლა, ან მითითება სიტყვაზე, ან როგორ თქვა შემოთვლითი მითითებაც კი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობია ასე იყოს, ჯობია ასე არ იყოს, ან სხვანაირად იყოს. ხომ არ იყო შიში, ასე ვთქვათ, მაშინდელ ხელისუფლებაში, ნაცმოძრაობაში, რომ ბევრი რაღაცეები კიდევ უფრო გამოჩნდებოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, რაც შეიძლება ვერ გამოჩენილიყო დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში. დღევანდელ პარლამენტში თქვენთან თქვენ არ ახართ უმრავლესობის წევრი, მაგრამ უმრავლესობის წევრები არიან ადამიანები, რომელიც იმ პერიოდშიც ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობის წევრები იყვნენ. პირობითად. ამიტომ ისინი გაგცემენ პასუხს. იმიტომ მე არ ვესწრებოდი უმრავლესობის ხდომას, მიხვდით? ბატონო, გავიგე ეს გადაწყვეტი. მაგრამ ეს რაც შეყეთოთ, ეს სამართლებრივი შეფასებაა, უყურეთ, პრინციპულია ჩემთვის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის უმრავლესობაში და ეწინააღმდეგება უმცირესობას, პირობითად მაშინ დღესაც უმრავლესობაშია, პირობითად და დღეს უჭერთ ხარ საგამოძიებლო შექმნას. მიხვდით? ეს ასეთ მათ უნდა გითხოთ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზიტით ლატვიაში იმყოფება. ამ წუთებში ის ქვეყნის პრეზიდენტს ხდება. მანამდე კი მის მიერ ლიეტუვაში გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით კმაყოფილია ოპოზიცია და აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტთან მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან. მმართველ გუნდში კი ლიეტუვას სეიმში ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას დესტრუქციის მორიგ გამოვლინებას უწოდებენ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტები სწორედ ვილნიუსიდან დაიწყო. ხელახალი არჩევნების მისაღწევად ექს-პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა ითხოვა. საქართველოში არსებული ვითარება კი რუსული რეპრესიებით დაახასიათა. სრულად ვეთანხმებ ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ნაციონალური მოძრაობის შემცვლელი დემოკრატიული კოალიციიდან პირუტყვთა პარტიად გადაიქცა ქართული ოცნება, პირუტყვების პარტიად, რომელიც იმ ეგიდით მოვიდა, რომ ციხეში წამებას ვებრძოდით და დღეს თავად გახდა წამებელი, სახეში ჩამფურთხებელი, გაუპატიურებით დამუქრებელი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პუტინის გზა გაიარა ივანიშვილმა პირდაპირ, ჩვენი გეგმა იქნება მთელი ძალისხმევა იქითკენ მიმართოს, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ეს მართლა შამლაკა ქართულ ისტორიაში ამოვშალოთ საბოლოოდ. ის საუბრობს პოლიტპატიმრებზე ჩვენს ქვეყანაში და მათ მდგომარეობაზე. ის საუბრობს იმ ძალადობის შემთხვევებზე, რომელიც ხორციელდება ოცნების მხრიდან მოსახლეობის მიმართ, პოლიტიკური ლიდერების მიმართ და ასე შემდეგ. ის საუბრობს იმ რეპრესიებზე, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა უწყებებში და ასევე სხვადასხვა სფეროებში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ევროპულ პარტნიორებს მიაწოდოს ადეკვატური და სწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დადის და ძირს უთხრის საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში და მით უმეტეს ბალტიის ქვეყნებში, რომელი ქვეყნების ხელმძღვანელებიც პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინაში ომით და საქართველოში მომავალი ომით მათი აზრით საკუთარი მშვიდობა უნდათ რომ შეინარჩუნონ. და ამაზე დადის და ამის მხარდასაჭერად
ზურაბიშვილი, რომელსაც სხვათა შორის უკვე კოლექტიურ ნაცმოძრაობაშიც ვეღარ აქვს კარგად საქმე, ნახევარზე მეტი კოლექტიურ ნაცმოძრაობისა მას პირიქით ეხლა ლანძღავს, რასაც ჩვენ უწინასწარმეტყველებდით, იმიტომ რომ ეხლა აღარაფერში აღარ ჭირდება. საქართველოს არანაირად არ დაიმსახურა არც ერთი შეფასება, რომელიც ლიეტუველი ევროპარლამენტარებისგან ისმის. გინდა კობილიუსი იყოს, გინდა იკნევიჩოვანი და გინდა პავილიონის. ეს არიან ადამიანები, რომლებიც პრინციპში შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ემსახურებიან გარკვეულ ინტერესებს, deep state-ის ინტერესები შეიძლება დავარქვათ ამას და სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელიც აი ამ დიდ ბრძოლაში არის გამოყენებული. შეფასებების თემაა ქართველი ოფიციალური პირებისთვის გერმანიის მიერ დაწესებული სანქციებიც. ბერლინის ამ გადაწყვეტილებით მაყოფილია ოპოზიცია, მმართველი გუნდისთვის კი ეს სანქციები მოულოდნელი არ ყოფილა. განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, გერმანიაში შესვლა აქციების ჩახშობაზე პასუხისმგებელ პირებს ეკრძალება. გერმანული მხარე კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც არც ამ შემთხვევაში ასაჯაროებს, პროტესტის მონაწილეებს კი მხარდაჭერას უცხადებს. არ შეიძლება რომ სანქციები გავრცელდეს საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად ამტკიცებს იმას, რომ ღირსია ევროპულ ოჯახში იყოს წარმოდგენილი და საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობის გადაწყვეტილებები და მისი გადადგმული ნაბიჯები არ ასახავს ჩვენი მოსახლეობის ნებას. აქედან გამომდინარე, ის სანქციები, რომლებიც წესდება სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან და მათ შორის გერმანიის მხრიდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხელს უწყობს იმას, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი, წავიდეს პოლიტიკურ დათმობებს. საქართველოს პრობლემა არ იქნება. პრობლემა შეექმნება იმ მოძალადეებს, იმ ადამიანებს, რომელზეც 300-ზე მეტი ადამიანი აწამეს. იმათ შეექმნება პრობლემები, რომელიც 50 კაცი დღეს სრულად უსამართლო ციხეში გამოკეტეს. იმათ შეექმნება პრობლემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ, სცემენ, პირში აფურთხებენ, აჩუქებენ და სისტემური წამების მსხვერპლად აქცევენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ადამიანებს ნამდვილად შეექმნება პრობლემა გერმანიაში და როდესაც გერმანია ასანქცირებს, ეს ნიშნავს, რომ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ასანქცირებს და აუცილებლად ეს ყველაფერი კასკადურად წავა სხვა ქვეყნებშიც. ქართულ ოცნებას არ ექნება გასაქანი არსად ცივილიზებულ სამყაროში. ხშირად ემთხვევა ხოლმე ძალიან, რომ როდესაც აქ მილეულია ეს პროტესტი და აღარ აქვს აბსოლუტურად არანაირი ოპოზიციას არანაირი რესურსი, როგორც წესი, აი ამ პროცესს ემთხვევა ხოლმე მსგავსი ნაბიჯები და განცხადებები და ასევე ძალიან საზოგადოებისთვისაც მე მგონი საყურადღებო უნდა იყოს, რომ მსგავსი ტიპის ძალები, როგორც წესი, ახდენენ თვით ლუსტრაციას და ჩვენ ნელა ხვდებით რეალურად ვინ იდგა იმ ძალადობრივი აქციების თუ ძალადობრივი ნაბიჯების უკან. და ასეთად ჩვენ არ დაგვისახელებია ეს ძალები ფაქტობრივად თვითონ ასახელებენ თავიანთ თავს. მუშაობთ ყველა მიმართულებით, რომ სოციალურ საცხოვრებაში მყოფი მოქალაქეების ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ამის შესახებ წევე მონიტორინგთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. სიმონ გულედანი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ნარკოლოგიურ შენობაში მცხოვრებლებისთვის მოწესრიგდა სველი წერტილები. შენობაში ჩაუტარდა კოსმეტიკური რეაბილიტაცია. ასევე იქ მცხოვრებ ყველა ოჯახს შესთავაზეს ქირით გასვლა, თუმცა მიიღეს უარი. შესაბამისად, მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მეძებენ სხვა ალტერნატივას, რათა მოხდეს სოციალურ საცხოვრებაში მყოფი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ცნობისთვის საკითხთან დაკავშირებით გორში იმყოფებოდა სახალხო დამცველი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ნარკოლოგიური შენობაში მცხოვრებლებს შეხვდა. ლევან იოსელიანმა შენობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და გაუსვა ხაზი, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. ბატონი სახალხო დამცველი ჩამოსული გორის მუნიციპალიტეტში ჰქონდა შეხვედრა, შეეხო რამოდენიმე საკითხს და მათ შორის ერთ-ერთი იყო ამწუხელის ქუჩაზე არსებული საცხოვრების სისტემა. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტმა ჩაატარა რამოდენიმე გარკვეული სამუშაოები, რათა ხელი შეეწყოს ჩვენ მოსახლეობას და საყოფაცხოვრებო პირობები იქნას გაუმჯობესებული, მოეწყო საფერხარეშოები, აბანოები, აბაზანები და შესაძლებლობის ფარგლებში ჩატარდა კოსმეტიკური რეაბილიტაციაც. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მოსახლეობას, მან მცხოვრებ მოსახლეობას, გვაქვს პროგრამა, რომ ქირით გაყვანის თემასთან დაკავშირებით, რაზედაც მოსახლეობამ თვითონ ვარი განაცხადა და აცხადებს ვარს და ჩვენ მაგ თემაზე ვმუშაობთ, ვინაიდან ეს მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა, რომ მაგათი გამოსახლება მოხდეს და ხელი შეეწყოს მაგათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა, რომელსაც გორი მასპინძლობდა, დასრულდა. 17 წლამდელთა შეჯიბრში წარმატებითი ესპარეზეს გორელმა სპორტსმენებმა, რომლებიც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. საქართველოს პირველობა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მოქმედი წესების თანახმად ჩატარდა. შეჯიბრი მიზნად სპორტის აღნიშნული სახეობების პოპულარიზაციას, გაფართოებას და 17 წლამდელთა ნაკრები გუნდების ჩამოყალიბებას ისახავს. ქალაქ გორში ჩატარდა 17 წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ვასპარეზობდი 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩავატარე 3 შეხვედრა და 3-ივე წარმატებით დავასრულე და გავხდი საქართველოს ჩემპიონი. რაც შეეხება ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემპიონატის არჩილ ბარამიძეს, ჩემ ოჯახის წევრებს და ყველა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მოვიდა ჩემს სავარჯიშო და წვლილი შეიტანა ჩემს ჩემპიონობაში. რაც შეეხება ძალიან მალე გვიწევს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, სადაც დავიკავებ ამ მედალს. სურდა საქართველოს ჩემპიონატი ქალაქ გორში, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის. გამოვლინდა გამარჯვებულები და პრიზიორები. გულოცავ მათ, უსურვებ წარმატებებს, შემდგომ მათ აქვთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი. ეხლა დაიწყებენ მზადებას და შებართებით შეუდგებიან ფიზიკურ და ტაქტიკურ მზადებას. გულოცავ, მადლობა გორს, მასპინძლობისთვის. ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ აქ შეჯიბრებებს და მინდა უსურვო გორს, გორელებს და მთელ საქართველოს წარმატებები. დიდი მადლობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქალაქი მასპინძლობს საქართველოს ჩემპიონატს თავისუფალ ჭიდაობაში და ბერძნულ-რომაულში. კარგია, რომ პირველ რიგში გორში ტარდება ეს ტურნირი უკვე არაერთხელ და ჩვენი სპორტსმენები ძალიან კარგად გამოდიან 10 წონიდან 6 წონაში ყავს ფინალისტები. მადლობა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას, რომ სწორედ გორში ტარდება ეს ტურნირი და ჩვენთვისაც, ჩვენი ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ესეთ მასშტაბურ ღონისძიებებს მასპინძლობთ. საქართველოს ჩემპიონი პარამკლავჭიდში გორელი ლევან მახათაძე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. შეჯიბრება რუმინეთში მაისის თვეში გაიმართება, სადაც მახათაძესთან ერთად პარამკლავჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა წევრებიც გაემგზავრებიან. სპორტსმენის თვით მზადების პროცესი კმაყოფილია და შეიძლება საქართველოს კვლავ ასახელოს ევროპის მასშტაბით. ლევან მახათაძე 2023 წლის საქართველოს და 2023-24 წლის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. 23 მარტს ჩატარდა პარამკლავჭიდში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რის მიხედვითაც დაკომპლექტდა ეროვნული ნაკრები, ვინც გამემგზავრებით ევროპის ჩემპიონატზე მაისში რუმინეთში. ძალიან ძლიერი ბიჭები ყავს, პარასპორტსმენები და წარმატებებს უსურვებ მათ, რაც შეეხება ჩემი მომზადების პროცესს. მიმდინარეობს ძალიან აქტიურ რეჟიმში მზადება. აქტიური დატვირთვით ვარჯიშობ. მზადების პროცესში მეხმარებიან ჩემი მწვრთნელები ბატონი არსენ შოშიაშვილი, გრიგოლ ზურაბიანი და სხვა პროფესიონალი ტრენერები, ასევე აქ გორშიც ვარჯიშობ მე, გორშიც ვემზადები და აქ მეხმარება ნოდარ გოგინაშვილი, ფიტნეს კლუბ დიდ გორის წარმომადგენელი. ყველა პირობა არის იქ შექმნილი, რომ წარმატებას მიაღწიოს სპორტსმენმა. შევეცდები, რომ კიდევ გავახარო ქართველი გულშემატკივარი და ავაჟღეროთ საქართველოს იმნი ჩვენმა პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა. გამიხარდება თუ ჩემი გამარჯვებები სხვა შესაძლებლობების მქონე პირებისთვის мотивация იქნება. ჩემი და ჩვენი პარამკლავჭიდელების გამარჯვებები.